მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს ამ უმშვენიერესი დასტით მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე, რა სახის ცვლილებები გიახლოვდებათ. რატომღაც მომინდა რომ ასეთ საკითხზე გამეკეთებინა გაშლა, თუმცა დღეს ჩვენ უფრო მეტად გვექნება კონცენტრაცია რაღაც შინაგან პროცესებზე, უფრო შეგრძნებებზე, ხო? თუმცა რა თქმა უნდა გარე მოვლენებზედაც ვისაუბრებთ და მოდით დავიწყოთ ახლა საჯარო გაშლა. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს თქვენთვის, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა ცვლილებები გიახლოვდებათ. გიახლოვდებათ მაქსიმუმ 2-3 თვის განმავლობაში. ვნახოთ აბა რა ცვლილებები რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ და პირველ რიგში მოდით ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა, რა ენერგიებში არის ახლა პირველი ვარიანტი, რა ენერგიებში არის ახლა მეორე ვარიანტი. ორ ვარიანტიანი გვაქვს გაშლა დღეს და პირველი ვარიანტი მოდით იყოს ეს ქვა. მედი მოგს კარგად ჩანს და მეორე ვარიანტი იყოს ეს ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიწყებთ პირველი ვარიანტიდან და ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ და შემდგომ რა ცვლილებები გელოდებათ. კვერთხების მეფე. კვერთხების მეფის ენერგიებში ყოფნა ნამდვილად არ არის არანაირად ცუდი, ნამდვილად არ არის არანაირად ნეგატიური. პირველ რიგში, თუ თქვენ ხართ მამაკაცი, თქვენ ხართ ძალიან ისეთ მასკულინურ, ცეცხლოვან ენერგიებში, სხვათა შორის თქვენ შეიძლება ახლა ამას შეიჭვიგეპარებოდეთ, მაგრამ თქვენ ძალიან მიმზიდველი ხართ ახლა ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი ქალბატონისთვის, თქვენში გამოღვიძებული არის რაღაც სექსუალური ენერგიები, ძალიან ისეთი მასკულინური ენერგიები და შეხედეთ უკანა ფონზე, ამ არკანზე პიროვნებას აქვს არკანი, ჩამოკიდებული კაცის არკანი, მაგრამ უკუღმა და ახლა მე ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ თქვენ ახლა ხართ იმ ეტაპზე, როდესაც ცდილობთ კარგად გაანალიზოთ, კარგად გადახედოთ რაღაცეებს თქვენს რეალობაში და რაღაც ისეთი დასკვნები გააკეთოთ, რომლებიც გეხმარებიან იმაში, რომ სრულიად სხვა კუთხით დაინახოთ თქვენი რეალობა. თითქოს აქამდე თქვენ იყავით შემკული რაღაც გარკვეულ სტაბილურობაში, მაგრამ ახლა ამ სტაბილურობას ნელ-ნელა ცოტა უფრო სხვანაირი კუთხით უყურებთ და ცდილობთ რომ მოძებნოთ იმაში, რაც აქამდე მინუსები გეგონათ, ცდილობთ მოძებნოთ ამ ყოველივეში რაღაც გარკვეული პლუსები, გამოცდილება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, თქვენ ახლა ხართ საკმაოდ პასუხისმგებლობის ენერგიებში, მოდით ასე ვიტყვი. თითქოს ახლა თქვენ ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული და შეგიძლიათ კიდევაც რომ აიღოთ ბევრი პასუხისმგებლობა, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია და ცოდნა გაქვთ დაგროვილი და ახლა ხდება ერთგვარი გადახარშვა ამ ცოდნებისა და ამ ინფორმაციებისა, როდესაც თქვენ თაროებზე ალაგებთ, ხო, როგორც წიგნებს თქვენს ცოდნას. მოკლედ რომ ითქვას, ასეთ რაღაც ძალიან სექსუალურ, მომზიდველ ენერგიებში ხართ, სადაც ხართ ძალიან ცეცხლოვანი პიროვნება, განსაკუთრებით ეს ეხება მამაკაცებს, თუმცა ქალბატონებიც რა თქმა უნდა, ხართ თქვენი ცოდნების პიკზე, მოდით ასე ვიტყვი, კარგად არეგულირებთ თქვენს ცოდნებს და გაქვთ საშუალება იმისა, რომ ბევრ რაღაცას სრულიად სხვა ასპექტებით შეხედოთ. და რა თქმა უნდა, აქ მიმდინარეობს რაღაც ინფორმაციების დაგროვება. მშვენიერი გადასარევ ენერგიებში ხართ, ჟარგონს გამოვიყენებ და ხოძზე ხართ, ასე ვთქვათ. ახლა ამ ეტაპისთვის თქვენთვის კარგი იქნება ნებისმიერი სახის ახალი იდეები, ხო? და მოდით ახლა დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. ნახოთ აბა მეგობრებო, რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს ახლო მომავალში. არკანი ეშმაკი, არკანი სიკვდილი. მეგობრებო, ცოტა უცნაურ რაღაცას გეტყვით. გუშინ, სანამ ამ ვიდეოს გადავიღებდი,
წინადღით ადრე ღამით დამესიზმრა არკანი ეშმაკი, დამესიზმრა კონკრეტული პიროვნება, რომელმაც მითხრა მე ეშმაკი ვარ ადამიანის სახითო, რომელთანაც არც კი მეგობრობ თქვენ წარმოიდგინეთ, არ მაქვს ნეგატიური ურთიერთობა და გუშინ მთელი დღის განმავლობაში დამზდევდა ეს არკანი ეშმაკი და დღესაც აი ამ გაშლაში ამოვიდა ეს არკანი. და იცით აქ რაღაც გარკვეულ კავშირს ვხედავ, ალბათ მე თუ გადავწყვეტ რომ ამ საჯარო გაშლას ვუყურო, ალბათ მეც პირველ ვარიანტს ამოვირჩევ, ხო? და ნახეთ აქ როგორ რაღაცას ვხედავ. პირველ რიგში არკანი ეშმაკი და არკანის სიკვდილი მეტყველებს ამ შემთხვევაში იმის შესახებ, რომ იცით ახლა ბევრი თქვენგანი შეიძლება არ იყოს ამ ინფორმაციისთვის მზად, მაგრამ აქ ზოგი თქვენგანის რეალობაში ფიგურირებს კონკრეტული ენერგია, შესაძლოა ეს იყოს ენერგია ადამიანის სახით, მაგალითად კონკრეტული პიროვნება, ხო, რომლის მიმართაც გაქვთ რაღაც გარკვეული მიჯაჭვულობა, მაგრამ თითქოს ეს ადამიანი გართმევთ ძალიან ბევრ ენერგიას. ისევ და ისევ ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, უბრალოდ რადგანაც ამოვიდა ეს ორი არკანი, უნდა დამეფიქსირებინა აუცილებლად ეს ინფორმაცია. და რაც შეეხება ცვლილებებს, იცით აქ როგორ რაღაცას ვიტყვი. შეიძლება ახლა ბევრმა თქვენგანმა ეს საკითხი არ იცოდეს, მაგრამ თქვენ გინდათ არ გინდათ, მოგიწევთ რომ შეხვდეთ და შეუერთდეთ თქვენს ბნელ მხარეს. და რა არის ბნელი მხარე, სანამ ახლა ზოგ თქვენგანს შეეშინდება ავხსნი. ბნელი მხარე არ არის არანაირად საშიში, ბნელი არ ნიშნავს ბოროტს, ცუდს და ასე შემდეგ, ბნელი ნიშნავს ფარულს. და ხშირად ეს არის ჩვენი ცნობიერის, ჩვენი პიროვნების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ ვუარყავით რაღაც სოციალიზაციის გამო, სირცხვილის გამო, შიშების გამო და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს ბნელი მხარეები მიუხედავად ამ ყველაფრისა ფიგურირებენ ჩვენს რეალობაში. სხვათა შორის ამ საკითხზე უფრო ვრცელი ანალიზი თუ გაინტერესებთ, აუცილებლად დაძებნეთ კარლ იუნგი და ქვეცნობიერი კარლ იუნგი და არ ვიცი, ქვეცნობიერის ძალა, ბნელი მხარეები, სიბნელე ზოგადად, იმიტომ რომ კარლ იუნგი ამ კუთხით ქვეცნობიერის მამა არის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წვლილი შემოიტანა ამ პიროვნებამ ფსიქოლოგიაში. და არქეტიპი ჩრდილი ყავს ყველას, ანუ ის მხარე, რომელიც ჩვენ ვუარყავით, მარტივი ენით რომ აგიხსნათ და თითქოს თქვენ შეძლებთ რომ ეს მხარე უფრო კარგად შეისწავლოთ და დაუმეგობრდეთ მას ბრჭყალებში. და შეხედეთ, ეს ყოველივე მოიტანს თქვენს რეალობაში სრულ ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ არკანის სიკვდილი მეტყველებს სრულ გარდატეხას, სრულ ტრანსფორმაციაზე, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება ჩვენს რეალობაში და ყველაზე მეტად ეს ცვლილებები აისახება თქვენს კარიერაზე, პირველ რიგში კარიერასა და ფინანსურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ კვერთხების მეფე არკანი ეშმაკი, ეს ყველაფერი არის მატერიალური ასპექტები, კარიერული ზრდა, კარიერული წინსვლა, ფული, ხო და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, ეშმაკი არის თქვენი მიზიდულობის ენერგეტიკა. თქვენ გახდებით ადამიანებისათვის უფრო მიმზიდველი. თითქოს თქვენ შეძლებთ რომ საკუთარ თავში იპოვოთ მეტი ქარიზმა, მეტი ძალა, მეტი ეშხი. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს. აი თითქოს ძალიან ზოგადი ინფორმაცია არის, ხო? მაგრამ თლად ზოგადიც არ არის. ვისთვისაც არის ეს ინფორმაცია პირველი ვარიანტი, ისინი ძალიან კარგად დაიჭერენ ამ ყველაფერს, რასაც ახლა ვსაუბრობ. დავამატოთ არკანები და პენტაკლების სამიანი და ხმლების ორიანი. აი შეხედეთ, ისევ საკუთარ თავში ჩახედვა, შიგნით ჩახედვა, აი უბრალოდ დააკვირდით ამ არკანს ნათელი მხარე და ბნელი მხარე. ნათელი და ბნელი. შეერთდება თქვენი ნათელი და ბნელი მხარე და იცით ეს არ იქნება მარტივი პროცესი, ეს შეიძლება იყოს არასასიამოვნო პროცესი, იმიტომ რომ მოგიწევთ ისეთი რაღაცების გახსენება, რაც თქვენ ნამდვილად არ გსიამოვნებთ,
რისიც გრცხვენიათ, რისიც შესაძლოა გეშინიათ, რასაც უარყოფთ საკუთარ თავში, ხო? მაგრამ როდესაც საკუთარ თავში ვიხედებით, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის გულურწმელობა. არ აქვს მნიშვნელობა აქ როგორი ტაბუირებული საკითხები იქნება ეს არ ვიცი, სექსუალური საკითხები, რაღაც ისეთი, რომლებიც ეხება თქვენს დაუშვათ არ ვიცი, აგრესიას, სამარცხვინო მომენტებს. არ აქვს ამას მნიშვნელობა, მეგობრებო, უნდა მიიღოთ ეს ყველაფერი. და მიიღება არ ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ, რაღაც ცუდი უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ, ხო? მიმღებლობა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ უნდა მიიღოთ, რომ ოდესღაც ამას განიცდიდით, ოდესღაც თქვენ ეს გსურდათ და ასე შემდეგ. გულწრფელი უნდა იყოთ საკუთარ თავთან მაქსიმალურად, იმიტომ რომ ხმლები მეტყველებს გულწრფელობაზე. და როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ეს ნამდვილად არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი პროცესი და აუცილებელი არის თქვენთვის ახლა გულახდილობა საკუთარ თავთან. აუცილებელია. და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ჰარმონიას მოიტანს თქვენს რეალობაში ეს ყოველივე. ვიღაცისთვის ჰარმონიას, ვიღაცისთვის ქაოსს. ვიღაცისთვის ქაოსის მიმღებლობას. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი ადამიანი არის ქაოსის შვილი და მისთვის სასიამოვნო არის ქაოსი. და ქაოსი არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს რაღაც ნეგატივი, სიბოროტე და ასე შემდეგ. ქაოსი ცოტა უფრო ვრცელი თემა არის, მაგრამ ვინც იცის, ხო, მარტივი ენით რომ გითხრათ. მიიღეთ ის, რომ ოდესღაც თქვენს რეალობაში რაღაც ნეგატივი ხდებოდა და შეხედეთ აქ როგორ რაღაცას ვხედავ. აქ აშკარად ჩანს ის მომენტი, რომ ძალიან ბევრი თქვენგანის რეალობაში მოდის რაღაც ტრავმები თქვენი ბავშვობიდან, თქვენი ახალგაზრდობიდან, მოზარდობის ასაკიდან შესაძლოა, ხო? და თითქოს თქვენ ახლა შეიძლება ფიქრობდეთ, რომ, მაშინაც და ახლაც შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აი ნეტავ რითი დავიმსახურე მაშინ ეს ყველაფერი, ნეტავ რატომ მემართებოდა მაინც და მაინც მე ხომ არ ვიქცეოდი ცუდად და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რა იქნება თუ თქვენს რაღაც ბნელ წარსულს, მოდით ასე ვიტყვი, თქვენს რაღაც ტრავმატულ წარსულს შეხედავთ არა ისე როგორც სასჯელს და რაღაც ნეგატივს, არამედ ისე როგორც იმ გამოცდილებას, რომელიც საჭირო იყო თქვენთვის იმისათვის, რომ ახლა იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. ახლა იყოთ ასეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ხართ და გამოცდილი. ისე და ისე მივმართავ კარლ იუნგს. კარლ იუნგი თვლიდა, რომ ამ სამყაროში არ ხდება არაფერი უმიზეზოდ და თუ ადამიანი დაუშვათ დაიბადა რაღაც გაჭირვებულ ოჯახში ან ცუდ პირობებში, სადაც მშობლები ყავდა, არ ვიცი, გაბოროტებული, სადისტური და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არ ხდება უმიზეზოდ. ეს ყველაფერი არის საჭირო იმ ადამიანისთვის, რომ შეიგრძნოს ქაოსი და იყოს ამ ქაოსის დამასრულებელი ფიგურა. ის ადამიანი, რომელიც წერტილს დაუსვამს ქაოსს და არა გახდება ამ ქაოსის გამაგრძელებელი. საჭირო არის მისი ზრდისთვის. ხვდებით ხომ? და აქ თქვენს რეალობაში ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ცვლილებები მოდის. თქვენს რეალობაში მოდის სრული ტრანსფორმაცია, როგორც ენერგეტიკულად ხდებით უფრო ძლიერი. უფრო მძლავრი, უერთდებით თქვენს ბნელ და ნათელ მხარეს. შეხედეთ უბრალოდ, აი, ახლა დავაკვირდი და სამივე სურათზე ნახეთ ნათელი ბნელი, ნათელი ბნელი, ნათელი ბნელი, ნათელი ბნელი. 4-ვე არკაზე ნათელი და ბნელი ყავს. აქ ნაკლებად ჩანს ნათელი და ბნელის ბალანსი, მაგრამ ამ არკანიდან გამომდინარე, თასების სამიანიდან გამომდინარე გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ სრულ ტრანსფორმაციასთან, რომელიც იქნება როგორც კარიერაში, ფინანსებში, ენერგეტიკაში და აბსოლუტურად ყველაფერში, მათ შორის თქვენს მსოფლ მხედველობაში, თითქოს უფრო მარტივად შეძლებთ, რომ ბევრი ინფორმაციები გადახარშოთ, შეისწავლოთ და ასე შემდეგ, ასევე თქვენ სამეგობრო წრეშიც იქნება ძალიან ძლავრი ცვლილებები. აქ თქვენ იქნებით ემოციურად კმაყოფილი თქვენი სამეგობრო წრით და მოდით ასეთ ფრაზას ვიტყვი, იქნებით ზუსტად ისეთ ბჭყალებში გიჟ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენ იმსახურებთ და რომლებიც თქვენ გაგიგებენ მაქსიმალურად კარგად. ძალიან საინტერესო გაშლა არის, მეგობრებო, პირველი ვარიანტი. ძალიან მესიამოვნა ამის გაშლა და ძალიან ენით აღუწერელი პროცესები მიმდინარეობს. რთულად აღწერადი პროცესები.
კარგი, სულ ეს იყო პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი პირველ რიგში რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ და ენერგიების კუთხით ამოვიდათ ასების ცხრიანი. ნუ რას ვიტყოდი, პირველ რიგში აქ მე ვხედავ ასეთ მომენტს, რომ ერთის მხრივ თითქოს ასე თუ ისე ყოველი თქვენი ცხოვრებისეული ასპექტით შეიძლება იყოს კმაყოფილი, ნუ ასე თუ ისე, მაგრამ თითქოს მთლად ბოლომდე არა. თითქოს რაღაც იდეალისტური ხედვები გაქვთ, რომ აი თითქოს ჩემი შემოსავალი მომწონს, მაგრამ მინდა მეტი. თითქოს ჩემი არ ვიცი, ჯანმრთელობა მომწონს, მაგრამ მინდა მეტი. თითქოს ჩემი სასიყვარულო ურთიერთობები მომწონს, მაგრამ მინდა რაღაც მეტი. აი რაღაც ასეთი შეგრძნებები მომდის. თუმცა მიუხედავად ამისა, აქ აშკარად ხედავ იმას, რომ აღსავსე ხარ ძალიან ბევრი რესურსებით, უბრალოდ ამ რესურსებს ვერ ხედავთ და აქ მეორე ვარიანტი მე თქვენ გირჩევდით იმას, რომ შემოიტანოთ თქვენს რეალობაში მეტი მადლიერება სამყაროს მიმართ. კარგით. ახლა კი მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს, იმიტომ რომ მეორე ვარიანტი ლამის დამეჩაგრა. რა ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს მოულოდნელი. არკანი კვერთხების 10-იანი, არკანი სიკვდილი, აქაც სიკვდილი რატომ გვაქვს, არკანი ეშმაკი, მეგობრებო, ნუ მეღადავებით, არკანი თასების 2-იანი, ესე იგი, შეხედეთ უბრალოდ რა საინტერესოა. პირველ ვარიანტშიც ამოვიდა არკანი სიკვდილი და არკანი ეშმაკი და თასების 3-იანი, აქ კი თასების 2-იანი მყავს და კვერთხების 10-იანი. იცით აქ როგორ რაღაცას ვიტყოდი, პირველ რიგში აქ თქვენ ან უკვე გიწევთ რაღაც ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე და იღებთ კიდევაც ამ პასუხისმგებლობებს. თითქოს სხვების მაგივრადაც იღებთ ხოლმე რაღაც პასუხისმგებლობებს და იცით აქ რაღაც როგორ გითხრათ, გარკვეულ ლარვებს ვხედავ აქ რაღაც ენერგოპარაზიტებს ვხედავ, რომლებიც შეიძლება იყვნენ ადამიანების სახით. აი აშკარად ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობა არის, რომელსაც ან თავად თქვენ იღებთ თქვენი ნებით, ან თქვენ იღებთ თქვენი ნებით სხვა ადამიანების მაგივრად, როდესაც ეს საერთოდ არ არის საჭირო. თითქოს უფრო მეტად ენერგიას გასცემთ, ვიდრე იღებთ და ეს არ უნდა იყოს, იცით? რა თქმა უნდა, ყოველთვის სხვადასხვანაირად ვითარდება რეალობა და ხან ისე ვიქნებით, ხან ასე, ხან ის არის საჭირო, ხან ეს, მაგრამ ძირითადად ყოველთვის უმჯობესი არის ენერგობალანსი ამ კუთხით, როდესაც დაბალანსებული არის თქვენი ენერგეტიკა იმ კუთხით, რომ გაცემა მიღება თანაბარი ენერგიით ხდება, ხო? და აქ თითქოს არის ზედმეტად ბევრი გაცემა, მაგრამ ვერაფერს ვერ იღებთ და პირველ რიგში მეორე ვარიანტი თქვენ აქ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ასეთი შეკითხვები, რომ აი სად მიდის ჩემი ენერგიები, რატომ ვიღებ საკუთარ თავზე ამდენად ბევრ პასუხისმგებლობებს. აქ მოდის ზედმეტად ბევრი და ზედმეტად იდეალისტური მოთხოვნები, აი ისევ და ისევ, იდეალისტური მოთხოვნილებები. აშკარად იდეალურობას ითხოვთ საკუთარი თავისგან და თანაც აბსოლუტურად ყველაფერში და იცით როგორ რაღაცას გეტყვით მეგობრებო. ჩვენ ამ სამყაროში არ ვართ მოსულები იმისათვის, რომ ვიყოთ იდეალურები და სრულყოფილები. არა. ჩვენ ამ სამყაროში ვართ მოსულები, ნუ ძალიან ბევრი მიზეზის გამო რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ვართ მოსულები იმისათვის, რომ გამოვხატოთ და გამოვამჟღავნოთ ჩვენი საკუთარი თავი, ჩვენი პოტენციალი, ჩვენი მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა არ უნდა განვითარდეთ და წინ არ უნდა წავიდეთ, ხო? ცხადია არ ნიშნავს ამას, უბრალოდ ზედმეტად ბევრს ნუ ითხოვთ საკუთარი თავისგან. ნუ ითხოვთ საკუთარი თავისგან იდეალურობას. იმიტომ რომ თქვენ ისედაც ხართ იდეალური მაშინ, როდესაც გამოხატავთ, გამოამჟღავნებთ თქვენს თავს. თუნდაც იქნება ეს შემოქმედებითი ენერგია, იქნება ეს ხატვა, ძერწვა, სიმღერა თუ რა, თუ ვარჯიში. თუ თქვენი ემოციების გამოხატვა. ხვდებით ხომ რასაც გულისხმობ? ნუ ითხოვთ საკუთარი თავისგან ზედმეტად იდეალურობას, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უკან დაგხევთ. გაითვალისწინეთ ეს. და იცით აქ როგორ სიუჟეტს ვხედავ, რასახეს მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ. პირველ რიგში აქ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პატარა ნაბიჯის გაკეთება, გადადგმა.
პირველი ის, რომ გაიაზროთ ის ყოველივე, რაც გითხარით, ითხოვთ საკუთარი თავისგან იდეალიზირებას და ნურცახდენ სხვების იდეალიზირებას, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არასდროს არ ვიცით სხვა ვინ რას განიცდის, ხო? ეს ერთი. მეორე, იღებთ სხვებისგან რა, იღებთ ზედმეტად ბევრ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, აცადეთ სხვებსაც განვითარება, წინსვლა და მესამე, მეგობრებო, დაასვენეთ ხოლმე საკუთარი თავი, დაასვენეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი უსასრულო რესურსებით არ არის აღჭურვილი. ადამიანს სჭირდება ენერგიის აღდგენა, ხო? და არკანი სიკვდილი და არკანი ეშმაკი აქაც მეტყოლებენ იმის შესახებ, რომ აქ იქნება სრული ტრანსფორმაცია თქვენი ახლო მომავალში, რომელიც თითქოს უკვე დაწყებული არის, თითქოს უკვე ჩაშვებული არის ეს პროცესები, ეს ტრანსფორმაციის და კვერთხების ათიანი მეტყოლებს იმის შესახებ, რომ როდესაც თქვენ იქნებით ამ პიკზე, რომ მე არ მომწონს ჩემი თავი, არ მომწონს არაფერი ჩემს რეალობაში და ასე შემდეგ, ზუსტად ამ დროს მოგივათ რაღაც გარკვეული იდეები და აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეცვალოთ საკუთარ რეალობაში და საკუთარ თავში. და პირველ რიგში თქვენ შეძლებთ, რომ გაიაზროთ ის ყოველივე, რაც გითხარით მე თქვენ. ანუ ის, რომ არ უნდა მოითხოვოთ საკუთარი თავისგან იდეალიზირება. და არკანი ეშმაკი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ შეიძლება იყოს რაღაც ტოქსიკური ურთიერთობების, ტოქსიკური დამოკიდებულებების გაწყვეტა. ეს დამოკიდებულებები შეიძლება იყოს როგორც კონკრეტულ ადამიანთან, ასევე, მიჯაჭვულობის გაწყვეტა, ასევე შეიძლება იყოს რაღაც მავნეჩვევებიც, ხო? და ასევე ჩვენ აქ ვესტუმრათ ასების ორიანი, მაგრამ მე მსურს რომ დავამატო არკანები უფრო ცლად რომ ავხსნა. რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს? არკანი ხმლების 4-იანი, არკანი კვერთხების 5-იანი, არკანი ხმლების პაჟი, არკანი პენტაკლების დედოფალი და არკანი ხმლების 8-იანი, ხმლების მეფე და თასების ტუზი. კარგით, იცით აქ როგორ რაღაცას გეტყოდით. პირველ რიგში, მეგობრებო, იცით არკანი ხმლების 4-იანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აშკარად უნდა დაასვენოთ საკუთარი თავი და ახლო მომავალში დაახლოებით 2-3 არა, 1 თვის განმავლობაში უკაცრავად აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს სიზმრებს და დასვენებასთან ბალანსში უნდა იყოთ და ცვლილებების კუთხით, რასაკვირველი არის არკანი ეშმაკი მეტყველებს მატერიალურ კეთილდღეობაზე, ამიტომაც მატერიალური ასპექტებით იქნება აქ რაღაც გარკვეული ცვლილებები, ან სამსახურის ცვლილება, ან დაწინაურება, ან რაღაც მსგავსი შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ ისევ და ისევ ბალანსში დასვენებასთან და ასევე კვერთხების 5-იანი და ხმლების პაჟი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თითქოს აქ ხედავ ისეთ სურათს, რომ კონკრეტულ ადამიანთან იქნება აქ კონფლიქტი. კონკრეტულ პიროვნებასთან იქნება აქ კონფლიქტი, ვიღაც ხმლების პაჟთან, რომელიც თავს ასახებს როგორც ხმლების მეფე, თითქოს ადამიანი მუდმივად ამბობს, რომ მე ესეთი მაგარი ვარ, მე ასეთი რაღაცეები ვიცი, შესაძლოა სხვათა შორის თავს ასახებდეს ისე როგორც ოკულტიზმის მცოდნე ან ფსიქოლოგიის მცოდნე პიროვნება, რომელმაც ყველაფერი ყოველთვის იცის, იცით თითქოს ადამიანს მართლა გააჩნია რაღაც გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია და განათლება, მაგრამ იმდენად ჭკვიანი არ არის, როგორც თავს გაჩვენებთ და თითქოს ახლაც ცხოვრების ამ ეტაპზეც ეს ადამიანი ხშირად გაწუხებთ. ხშირად თითქოს ცდილობს, რომ ან მოგახვიოთ საკუთარი რაღაც ცოდნა ბრჭყალებში, ან ცდილობს რაღაცნაირად უხეშობას, ან არ ვიცი, ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება და თითქოს ამ ადამიანთან იქნება რაღაც საბოლოო კონფლიქტი საბოლოო წერტილის სახით და როგორც იქნა ამ წრიდან, სადაც ეს ადამიანი მუდმივად გაწუხებთ, სადაც ვერაფერს ვერ ამბობთ, ვერ იცავთ სადღაც შესაძლოა საკუთარ თავს, თითქოს ეს წრე დასრულდება თქვენს რეალობაში. და თასების ტუზი მეტყველებს ახალ ემოციურ პოტენციალზე, ახალ ემოციურ პერსპექტივებზე. ანუ თქვენს რეალობაში შემოდის ახალი ემოციური ფონი, ახალი ემოციები, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ იქნება ახალი სიყვარულიც, იმიტომ რომ ხმლების მეფე და პენტაკლების დედოფალი ცოტა ისეთი არკანები არიან, რომ შეგვიძლია ისეთ წავიკითხოთ, რომ რაღაც ახალი სიყვარული მოდის, ხო, ბევრი თქვენგანის რეალობაში, ვისაც არ ყავთ, რა თქმა უნდა, და მინდა ეს შევაჯამო ერთი არკანით, კიდევ
რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს, ხმლების ხუთიანი. კი ბატონო, წყობილებიდან გამოსვლა რაღაც ნეგატიური ციკლის დასრულება, კონკრეტული ურთიერთობის დასრულების სახით, ან კონფლიქტის სახით, თითქოს აქ ასეთი მომენტია, რომ ვიღაც ადამიანი მუდმივად ან გეჯიბრებათ, ან მუდმივად ჭორავს თქვენ ზურგს უკან, ან მუდმივად პარაზიტობს, ან რაღაც მსგავსი. მეგობრებო, რა თქმა უნდა, თქვენ თუ არ დაიცავთ საკუთარ თავს, თქვენ არავინ არ დაგიცავთ, ეს უნდა იცოდეთ და თქვენ საშუალად არავინ არ მოვა, თქვენ თავად თუ არ უშველით საკუთარ თავს, ხო? და არც არის არავინ ვალდებული, მაგრამ აქ ასეთი მომენტი არის, რომ როგორც იქნა თითქოს გაბედავთ, რომ ეს დაარღვიოთ, ეს ციკლი დაამსხვრიოთ და გაიმარჯვოთ ამ ადამიანზე. და თითქოს მოგეცამათ ამის ძალა და ენერგია, რომ ეს კონფლიქტი, ეს გაურკვევლობა ამ ადამიანთან დაკავშირებით, ეს რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა, როგორც იქნა საბოლოო წერტილი დაუსვათ ამ ყველაფერს. და ეს შეიძლება იყოს როგორც ურთიერთობის სრული დასასრული, ასევე რაღაც ტრანსფორმაცია, ხო? ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება. მე კი ამაზე გემშვიდობებით მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, ასეთი საინტერესო ინფორმაციები გქონდა, ყველას ნახვამდის და გემშვიდობებით და აბა თქვენ იცით.